ამ ეპიზოდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქეთი დიასამიძე და შანშე ქენქაძე. თუ ვინმე სიმეშინია ამ სამყაროში, შანშე ქენქაძის. რა იყო? არა, უცებ მეგონა ვიღაცა ვინც ვიცოდი და ენტომოლოგიაში არ ვარ ძლიერი, არ მიყვარს ისინი რამ წერები. თითო-თითოდ. ეს გახლავთ პირველი მინიშნება. ეს საყვარელი კაცი. სხვათა შორის ძალიან კეთილგანწყობილი ვარ მის მიმართ. ჩიხში შევედი, მაპატიე. არ არის ეგ. ფორმა ვერსიამ გაიჟღერა. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის სხვა შოუა, ეს შოუ კი გახლავთ მაძიებელი, რომელსაც ვიწყებთ ახლა ნახევარფინალური ეპიზოდით. ამ ეპიზოდში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქეთი დიასამიძე და შანშე ქენქაძე. მეგობრებო, ყოჩახ პირველ რიგში პირველი თამაშების მოგებისთვის, ამით დაიმსახურეთ თქვენი ნახევარფინალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს, რომელიმეს ფინალში, რომელიმეს მესამე ადგილისთვის გასამართ ორთაბრძოლაში. როგორ ხართ პირველ რიგში, როგორია ემოციები პირველი თამაშის შემდეგ? ემოციები კარგია, მაგრამ თუ ვინმე სიმეშინია ამ სამყაროში, შანშე ქენქაძის და ამიტომ შანშე ფრედი კრუგერ, შენშაძე, ქენქაძე. შანშე, შენ ვისი გეშინია ამ სამყაროში? არ მიშინია არავის პროსე გუშინ ვინ არც ან ბაქრაძის მეშინოდა თქო ვერ ვიტყვი, უბრალოდ ცოტა დაძაბული ვიყავ და დღეს არ ვარ დაძაბული და სულ ყველა დაშინია ქეთის მქონე ფინალში თამაშობს. ნახოთ, მეც მაინტერესებს ვინ ითამაშებს ფინალს, მანამდე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მაძიებლის მესამე სეზონის პარტნიორია ექსტრაჯი და სამხილებსაც იქიდან ვიღებთ, რათა შემდეგ მოთამაშეები ვათამაშოთ. ჩვენი მუდმივი და განუყრელი მეგობარია PSP, რომელიც დამარცხებულ მოთამაშეს საჩუქარსაც გადასცემს, ასევე ექსტრაც მისცემს თავის საჩუქარს და კვლავაც Click Production-ი ახორციელებს ჩვენს გადაღებას და Heima Production მუსიკალურად გვაფორმებს, მადლობა მათ. გამოგვიწერეთ მეგობრებო, არხით აროსთაობა, მოიწონეთ, გამოგყევით, გვიყურეთ და იყავით ჩვენთან ერთად. იმედია რომ მაძიებლის ხანგრძლივი მომავალი ისტორიის განმავლობაში სულ ჩვენთან იქნებით. ეხლა შეგვიძლია დავიწყოთ თამაში პრინციპში, იმიტომ რომ ახალ-ახალს აღარაფერს ახსნი, უკვე ნახევარფინალია და ადამიანები ალბათ იციან რა შეიცვალა, მსოფლიო ისტორია რო გვაქვს და ასე შემდეგ და ავაგდოთ პირდაპირ ერთ ლარიანი რომელიც როგორც უკვე პრესეზონის თამაშიდან გავიგეთ, შეიძლება რომ მოიჭრას კიდევაც და იყოს მინიშნება. არასად? დიახაც. ყველაფერი მინიშნება შეიძლება იყოს მაძიებელში. ყველაფერი მინიშნება შეიძლება იყოს. ნამდვილად, სადღაც რომელიღაც შორეულ მაძიებელში მე რო სულშავები მაცვია როგორც წამყვანს, ესაც მინიშნება აღმოჩნდება. რომელი გინდა? იყოს ლარიანი. ხო, გერბი. ლარიანი, ანუ ერთიანი. დაიწყებ? არ ვიცი. მოდი ქეთიმ დაიწყოს. ქეთიმ დაიწყოს. აჰა. დოსიეები. დავიწყოთ პირველი დოსიეთი, რომელიც გახლავთ აუდიო მინიშნებით. იხსნება ეს დოსიე და აბა მოდი მოვისმინოთ. ქუთაისი ქალაქია. ხურსასმენები. ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი. ახსოვს გაგრძელება? კი, წყალტუბოარი, ხო, მეორე ქალაქი. ხო, იმერეთის ქალაქებში ტრიალებთ და ვინ ასრულდა ვერ ვხვდით შეხვედრები? თუმცა არ ვიცი, ვერ ვიტყვი, ვერ მივხვდი, ესე მოკლე მონაკვეთი იყო და ინდუსტრიის მშენებელი ხო, სადღაც ავტობუსთან და ქუთაისის შორის ტრიალებს. მაგ მონაკვეთზე, პატარა მონაკვეთია. ხო, იცი რა არის?
ბევრი რაღაც შეიძლება იყოს ახლა იმერეთში რაც ხდება რა მათ შორის გზების და გვირაბების ჩათვლით დამთავრებული კულტურული ღონისძიებებით და ეხლა ესე უცებ ჩემი რასაც როდისული ტვინი რა თქმა უნდა იმასაც ფიქრობს რომ ორივე სიტყვა ერთად ამავე ასოზე იწყება თუმცა არა ხო იცი რა არის გონია რომ ძალიან გაიკითხვა იქნება და ეხლა აზრი არ აქვს თეორიულად მაგ ქუთაისი რო ქალაქია და ქუთაისთან დაკავშირებული ბევრი რაღაცა ორმაისობა გვირილები ქუთაისში და ადამიანი გვინდა ოღონდ ხო პრინციპში შეიძლება ნუ ისე ქუთაისით დაწყება კარგად მაგ დაცდილი და ვნახოთ ეხლა შენ ესე მოგიწია ორივე ჯერზე რომ ძალიან კაი მიყვარს ქუთაისი და იმერები მიყვარს ხო ხედავ ნახოთ შენ შენ რა სიზობს კაი აბა არაფერი არ მომცა 200 პაბეჯი ჯერჯერობით რა უნდა მომცეს რამდენიმე მიმართულებით ფიქრობდი უბრალოდ ერთი რომ სიმღერა ხო არ უნდა გავიხსენო როგორ გრძელდება მე არის რომ ინდუსტრიის შენებიანი მაგრამ ინდუსტრია ქუთაისი ბევრი არაფერი არ მახსენდება მეორე ერთი ეგეთი ვერსია მომივიდა რომ ქუთაისი ქალაქია მგონი ქვია რეზო გაბრიაძის წიგნს და ეგ ძალიან ეხლა გარისკო ამჭირდება შეიძლება გამერისკა უბრალოდ ეხლა ცოტა დასაწყისში თულია გარისკო რეზო გაბრიაძე თქვა და ის ქუთაისთან ასოცირდება და მაგრამ მუსიკა რაშუაშია ეგ მე მქონდა ვერსია რომ ქუთაისი დაარსებასთან ხო არ არის რამენაირად დაკავშირებული ძველი კოლხეთის სამეფო და რაღაც ამ ეტაპზე მგონია რომ უწყდები აპირებს თავ შეიკავო ამ ეტაპზე მაგ ვერსია ყველაზე ისეთი რა ქვია რეზო გაბრიაძე მაგრამ ალბათ თავ შევიკავებ და მეორე მინიშნებას დაველოდე კეთილი თავი შეიკავა შანშემაც გარკვეული ლოგიკები ჩამოაყალიბა მაგრამ საბოლოოდ თავი შეიკავა ამიტომ გადავდივართ შემდეგ მინიშნებაზე რომელიც არის ეთვარი ფოტოკოლაჟი ცხადია ჯერ ორივეს გაჩვენებთ ეს არის ფოტოკოლაჟი შანშესაც ვაჩვენებ და მე გადმოგცე ხო შანშე ყურსასმენები სამი რატო უბრალოდ ეს ხო გაბრიაძეა ნამდვილად კოკოჩაშვილია მე ვერ დაგიდასტურებ ვერცო არ ყოფ მაგრამ შეგიძლია იმსჯელო რეჟისორები დრამატურგები ეგ არის ქუთაისი ქალაქი ეხა იცი რა არის ინდუსტრიის მშენებლობა და სხვა რამეზე წავედი მაგრამ აშკარად კოკოჩაშვილს გავს ხო აშკარად არა კოკოჩაშვილს არ ვიცი ნუ გაბრიაძე ვიცანი დაუშვათ რეჟისორები არიან მაგრამ ქუთაისი ქალაქია დანარჩენების სახეზე მაინც ხო არ გეცნობიან ხო აი ძალიან მეცნობა სახეზე ორივე ხო შეიძლება ეს ბოლოდასაც ვყოლი სახე მაგრამ ვერ ვადებ ხელს რა ხო ესე პირდაპირ ვერ ვადებ გაბრიაძე ნამდვილად ვიცანი ხო და დანარჩენი რატომღაც მაინც გონია რომ თეატრთან არის კავშირში თეატრი არის მესხიშვილის სახელობის ქუთაისის თეატრი კი ხო მაგრამ ეხლა რანაირად ეხლა ხო ასე ქუთაისი ქალაქი არის გაჩერდნენ იქ სადაც ხო მე ვიტყოდი ამ წუთას ჩემი სამშობლო ვერსია არის მესხიშვილი იმიტომ რომ თეატრი არის ეხლა მე დამეხმარებოდა ან სასაფეთქლეები ან რაც სასაფეთქლეები ანუ მოედანზე თეატრთან რომ просто ფანტანი არის იქ არის ჩვენი ივანის სასაფეთქლეები და ეგ დამეხმარებოდა რომ მივხვდი რომ ანდარი მაგრამ ამიტომ ხო ეგ არის რა თქმა უნდა კი გადაწყვეტა შეიცადო რა თქმა უნდა თავი შეიკავა კეთი შენთან რა ხდება აბა ოკეი უნდა ვიცნო ეს ადამიანები სავარაუდოდ სხვანი არ ვერცნობ ახლა პირდაპირ ვერავის ხო თვითონ რეზო გაბრიაძე არც ერთი არ არის ეს ახლა რასაც ვფიქრობ ხო შეიძლება იყოს რეზო ჭეიშვილი შუაში რომელიც არის დავუშვათ რეზო რევაზინანიშვილი ეს მესამე კიდევ სხვა რეზო და მაინც რეზო გაბრიაძეს ანუ სამი რეზო მოგვიტანეს და მეოთხეს მე უნდა მივხვდე რა ახლა ეგ ლოგიკა მაქვს ეს სამი ქულა და მე კეთია ეს არის ორ ქულა ეს სამი ქულა მე კეთის ეკნება ორ ქულაზე უბრალოდ რევაზ რეზოშვილი რა თქმა უნდა მოიტანეთ ბევრი ყავს მაგისნაირი არა ერთი ვიღაცა რეზო რა მეცნო მაინც
არ ვიცი. შენ როგორც გადაწყვეტ. კეთის მოусმენ დამჩენი რაუნდები მე და დავფიქსირებ რეზო გაბრიაძეს. აფიქსირებ. მოусმენ მაგას გულისხმობ თუ არასწორია უკვე. სავარაუდოდ არასწორია და მოусმენ როგორ. რეზო გაბრიაძე. დააფიქსირა შენ ვერსია, რომელიც პირველივე მინიშნებაზე მოუვიდა და მე შეეცადა რომ გაემართლებინა ამ მინიშნებებით და ანუ ესე სახეზე პირდაპირ ვერ იცნო ერთ ერთი, მაგრამ ივარაუდა რაღაც დონეზე რომ შეიძლება ისინი ყოფილიყვნენ. ივარაუდა და აქედან ორი სწორად ივარაუდა და პასუხით სწორად გამოიცნო. მოკლედ ეს არის რეზო ჭეიშვილი. ჭეიშვილი და არა გაბრიაძე. ეს არის რეზო ინანიშვილი. ეს არის რეზო ჩხეიძე. პასუხი არის რეზო გაბრიაძე. თვითონ რომელსაც კეთი მთელი წუთი გაიძახო და გაბრიაძე მეგონა რეზო ჭეიშვილი. ჭეიშვილი ხო და რეზო გაბრიაძის წიგნს რომელშიც თავის მოგონებებს იხსენებს ქვია ქუთაისი ქალაქია. ოკეი, რატომაც ხო. შემდეგ მინიშნებებსაც კონახეთ. ხო, მესამეს გეტყვით რომ უბრალოდ იყო შერეკილების საუნდტრეკი. ყველა დროს ნუღარ დავხარჯავთ და ბოლო მინიშნება, რომელიც ჩვენ ექსტრადამ მქონდა მოტანილი, იყო მარიონეტი. ხო. ამარეკ თეატრი. ეს უკვე გასაგები იქნებოდა, მაგას მაინც თუ გინდათ გაჩვენებთ. ღმერთო ჩემო. ძალიან ბევრი რაღაც დევს და მოდი არ გაჩვენე. გჯერა რო არის, მაგრამ მაგაში გენდობ. რამდენი რეკვიზიტები გვაქვს? ოკეი. იმიტომ რომ უნდა ამომეკეკა და ნახევარი თამაში გამოჩნდებოდა და მოკლედ ხო. 3-0 ხდება ანგარიში, სამქულიანი რისკის ფასად და შემდეგ კითხვაზე უნდა გადავიდეთ, შემდეგ კითხვა, ამ შემთხვევაში შემდეგ კითხვას დაიწყებს შანშე. მაგრამ მანამდე ვნახოთ ვიდეო რგოლი რეზო გაბრიაძის შესახებ. მწერალი, თეატრის და კინოს რეჟისორი რეზო გაბრიაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ისეთი ფილმების შექმნაში, როგორებიცაა შერეკილები, არაჩვეულებრივი გამოფენა და ფეოლა. 1991 წელს გაბრიაძე თბილისში მარიონეტების თეატრს აარსებს. 2004 წელს წერს და ბროდვეიზე დგამს პიესას აკრძალული შობა, ანუ ექიმი და ავადმყოფი. მისი სამხატვრო ნამუშევრები ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში ინახება. იღებს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებას, ხდება შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნების და ლიტერატურის ორდენის კომანდორი. გარდაცვალების შემდეგ კრძალავენ მთაწმინდის პანთეონში. ვაგრძელებთ მანძიებლის თამაშს, მეორე დოსიე უნდა ვითამაშოთ, მეორე დოსიეს ამჯერად შანშეს ექნება ფიქრის უპირატესობა. და პირველი მინიშნება ასეთი გახლავთ. ჰოპ. ვანახებ კეთის. შაში, კეთი ყურსას მე. ოკეი, ამაზე ახლა მჭირდება დაფიქრება რა არის ზოგადად. თათა სისტემა სიმართლე გითხრა. არ მგონი, ვერც ვერ ხვდები. რატომაც გონია რომ ქართულ თათა სისტემას არ გავს. შეიძლება ან გავს და მე ვერ ვამჩნევ, ან ვამსგავს. ძალიან მაღალიც არ არის, ამიტომ შეიძლება თოლით დაფარული როა. მაგიტომ ვერ ხვდები ვერაფერს. აქ ვინ შეიძლება იყოს თასლანი, შეიძლება იყოს მგონი ხერგიანი ალბათ იქნებოდა და არ გავრისკავდა. ხერგიანი იყო. და ალბათ ალექსანდრე ჯაფარიძეც იქნებოდა, ამიტომ უბრალოდ თეთრი მთა, დავუშვათ მთის ფოტო არის ხომ, ეგეთი ზოგადად რა რასაც ხედავ არ გავართულა რა და ქართველი მთასვლარი და ფოტოგრაფი რა შეიძლება იყოს, მაგას ვფიქრობ გურამ თიკანაძე რა. ეხლა რა, ანუ უბრალოდ ძალიან ფართო ის არის რა კონკრეტულად ერთი მთის რატო არა და რაღაც და ამიტომ ხო ეხლა
არ მინდა რომ ისე დროის და ხარჯის გამო რაღაც აბსურდი ლოგიკები განვითავო. მგონია რომ გურამ თიკანაძეა საბაზისო ჩემი ვერსია. სამუშაო ვერსია თიკანა. სამუშაო ვერსია ვიტოვებ. უფრო ისტორიული ის მგონია შეიძლება ვიღაცა აქედან ან ეს გიორგი ბრწყინვალე იყო. გიორგი ბრწყინვალე კითხვა და არ ყოფილა. არ ყოფილა. მოკლედ რა ძამბე შეიძლება ეს ცივის მთა და აქრო დასაჯა და რაღაც მთოვლი არაფრის შუაშია. ჯერ არ აფიქსირებ არაფერს. არ თქმა უნდა ეს ძალიან აბსტრაქტულია ჩემთვის. მოვიდით ჩემამდე. კი. კაი, ეხლა ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს, ამოთ. მოკლედ, თუ მთამსვლელია დაუშვათ თიკანაძე, თიკანაძე, ჯაფარიძე, ხერგიანი შენც გაგიფილტრავ, რომ მაძიებელში უკვე ყოფილა შეკითხვები ხერგიანზე და ალექსანდრა ჯაფარიძეზე. ალექსანდრა ჯაფარიძეზე ნახე. ოკეი, მაშინ თიკანაძე დავშა. არა, იცი რა არის, თუ მთამსვლელია, შანსი ყველგან ანუ ერთი მინიშნებაც დამეხმარება, რომ გავფიქრო რომელი მთამსვლელი შეიძლება იყოს. ამიტომ ახლა იმედი მაქვს, რომ მთამსვლელი არ არის. სხვა ლოგიკით რო წავიდე და ძალიან მინდა რომ არ იყოს მთამსვლელი, იმიტომ რომ მართლა გულწრფელად მაშინ შარშეს ოპერატესობა იქნება რა. ანუ მაშინ გგონია რომ უკვე სამფლაზე. მე ხო ახლა თიკანაძე ვიცით რომ დაუშვათ ჯერ არ ყოფილა. ალექსანდრ ჯაფარიძეზე კითხვა მეც მახსოვს რომ გქონდათ. ხერგიანი, იმიტომ რომ ხერგიანს გამორიცხავ, იმიტომ რომ სვანეთიდან ანახო პეიზაჟს არ გავს თქო და ხერგიანი მაინც პირველ რიგში სვანეთთან ასოცირდება. მიმართულებები იკვეთება რა, სადღაც შეიძლება რაღაცა ჩავიჭრა, მაგრამ სადღაც შეიძლება გამოგადგეს ერთჯერობა. ოკეი. ეგ არის. კარგი. მეორე მინიშნების დრო დგება. ნახოთ, მეორე მინიშნები ჩვენს შოუში. ზუსტად ვიცი რა ხა მეორე მინიშნება. იქ რატო წავედი აქ? არ მგონია მათ. ნახოთ. მგონია რომ ეს არის მეორე მინიშნება. ამე უბრალოდ რაღაცა იცის კეთი, შეგიძლია განახო, მაგრამ შანსეს უნდა გადავცე ამჯერად. ის ვიღაცების სკოლაში არიან თვითმფრინავების საქმე. მაინც დავთვალე რამდენი 1 2 3 4 5 6 თან საქმეს ართულებს კეთის რეაქცია, რომელიც ძალიან ართულებს. ამ რაუნდში უპირატესობა აქვს და შეუძლია რომ ორქულიანს დაელოდოს, მაგრამ ახლა კეთის რეაქციიდან გამომდინარე. არა უნდა გავრისკო ახლა გამორიცხულია უბრალოდ ერთი წამით მინდორში ესენი მაგშოტები თუ არის ახლა მაგან საერთოდ დამაბნია რა რამდენიმე ადამიანი ცდილობს რა ქვია რამდენიმე ადამიანი ეს თვითმფრინავის გადაცებაზე ხო არ არის ახალგაზრდები არიან თვითმფრინავის საქმე კიდევ ის მაბნევს რომ მაგათ შორის ერთი გოგოც იყო და რატო არ არის ის შეიძლება არ გასამართლეს და მაგათ შორის როგორ უნდა აირჩიოთ თუ ვინმეა ხო ადამიანია გამოსაცნობი შეგახსენე ადამიანია გამოსაცნობი არ ვიცი გეგა კობახიძე რო თქვა ეგ არ ვიცი ეგ არ მგონია რომ აქ მოსულიყო თან ფოტომანახი მაქვს და არ გავს აქედან არც ერთი ჩიხში შევედი მაპატიე ამიტომ დროს აღარ გავწელავდა რაღაც ანუ თან მსჯელობის უკვე ისეთ სიღრმეზე ხარ რომ მე ვერევი ვერაფრით იმიტომ რომ თვითონ რაღაც შეიძლება ან მინიშნება აღმოჩნდეს ან შემაფერხებელი და გიორგი ბრწყინვალე რო იყოს ახლა მაგას რო ვიფიქროთ ვითომ კეთი ალბათ ეგეთი რეაქცია არ ექნებოდა რო პირდაპირ ეს ახე უკვე სადაური ლოგიკა წამოვიდა პირველ ვერსია მქონდა გურამ თიკანაძეზე ალბათ ეგეთი ცხადი არ იქნებოდა კეთისთვის რომ ეს დაეკავშირებინა მე ეგეთი არ ვიცი გურამ თიკანაძის ცნობილი ფოტოებიც არ მახსენდება და მოდი ისე ვიყოს თვითმფრინავის საქმესთან დაკავშირებით პირდაპირ აფიქრობ გარისკო არა გარისკით ყველა ვარიანტში გავრისკა უბრალოდ მაგ შემთხვევაში ვინ უნდა დავფიქსირო არა რაღაც შანსი ხო არსებობს რომ კეთის შეცდომი თქვა არა არსებობს მგონია ეგ არის მგონი ირაკლი შარკვიანი მე უნდა თქვა მაშინ არ ვიცი იყოს ანუ რატო ეს ვერსია არ მოწოს არანაირად უბრალოდ იყოს გეგა კობახიძე შანშემ დააფიქსირა თავისი ვერსია
და არ არის სწორი, და არ არის ეს ვერსია სწორი, ამიტომ შენი სიხარულის სიტყვებით ახსნის შანსი გაქვს. ეს ადამიანები ზვიად გამსახურდია დოჩანაშვილი, გურამ თიკანაძე, იყვნენ კლასელები, ყველაზე მაგარი კლასი გურამ თიკანაძე ც. კი. მართლა? კი. კარგი. არა? თიკანაძე აქ არ ხატია? ხო. შეიძლება. ხო, არა, შენ ხო პირველივე ვერსიაზე ახსენებდი თიკანაძეს ისევე როგორც ჩანშება. ზვიად გამსახურდია დოჩანაშვილი და თიკანაძე ნამდვილად იყვნენ კლასელები. მე ესე მახსოვს. ეს სხვა შორის ბუნტის თავები, რომლებიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდნენ ხოლმე. თა და ეს კლასი ერთად, ჩემი აზრით, გურამ თიკანაძეზე მიუთითებს და მე მგონი, გუნდი არ არის გაღავილი რო თიკანაძე ამათი კლასი. არა, სლაპარაკობ. მე ეს ადამიანები მსგავსი ფოტო არსებობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმში და მე თითქმის არ წნეულობ რომ გურამ თიკანაძეც მათი კლასელი იყოს, რომ გვაფიქსირებ გურამ თიკანაძეს. გურამ თიკანაძე არის შენი ვერსია. როგორც შენ აღნიშნე, ანუ ცნობილი საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელების საქმე გამსახურდია დოჩანაშვილი და სხვები, კოსტავა და სხვები. რა ერქვა ამ ორგანიზაციას ხო არ გახსოვს? ხედა. გორგასლიანი. გორგასლიანი არა. გორგასლიანი. კი, ამ ორგანიზაციას ერქვა გორგასლიანი. ვახტანგ გორგასალიანი. იალბუზე ფეხი შედგას. ეს არის იალბუზი, მეგობრებო. ეს არის იალბუზი, ყველაზე მაღალი და რა მაგარი მინიშნება იყო. არა, მაგარი მინიშნება. ანუ ეს ძალიან კარგი იყო აქ. იალბუზი, გორგასლიანი. ახალგაზრდობაში ვერ ვიცანი. აქ ჩანს უკარგად უნდა არა, ეგ ფოტო ცნობილია, იმიტომ რომ სასამართლო პროცესიდან არის ფოტო გადაღება. არა, თან ჩვენთანაც. შემდეგი მინიშნება იყო ეს ძალიან კარგი იყო. აი ეს პერანგი. ჯაჭვის არ არის, მაგრამ ჯაჭვის არ არის, მაგრამ თუ კარგად დააყალიერებთ, იღლიაში გაჭრილია. მარჯვენა არის და მარცხენა. აი აქ. ვაუ. ვახ, როგორ არის გახეული იღლიაში. თითი გამოკავე რო კამერა ხო, ამას მე არ გეტყოდით, რომ თქვენ ცოტა გეთვალიერებინათ ეს პერანგი კარგად და რაღაც მომენტში აღმოაჩენდით ალბათ, რომ იღლიაში გახეულია. და უკვე ამის შემდეგ მოდი აქ დავდებ, მაგრამ ამის შემდეგ ბოლო მინიშნება იქნებოდა ალბათ თავი. გლის თავი. კუდი ერთგვარი, გლის მუზარადი, რომელიც არა, ძალიან კარგი იყო ეს. ძალიან კაი იყო. კეთს რეაქციამდე მაგ ეგეთ სტრატეგია. ძალიან კაი, იმიტომ აშკარად ჩემთვის ხო ხელშეშოვა შენც შეგიშალე ხელე ეგეთ რაღაცაში გამოგვადგა. ძალიან კაი. ხო, აი გეუბნებოდი რომ იქნებ თქო და რო არ გაგერისკა ორქულიანი. არც კი დამიშვია რომ მეშლებოდა რამე, იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავ რომ თიკანაძე მათი კლასელია. შემდეგში აღარ დავუჭი. არა თიკანაძე, არამედ ვახტანგ გორგასლის შესახებ მოდი ნახოთ ვიდეო რგოლი. მეხუთე საუკუნის შუა წლებში მამის მირდატის გარდაცვალების შემდეგ ვახტანგი ქართლის მეფე ხდება. თუმცა მის სრულწლოვანებამდე ქვეყანას დროებით დედამისი მართავს. რამდენიმე წელიწადში ვახტანგი ჩრდილოეთ კავკასიაში ლაშქრობს და ალანებს იმორჩილებს. მოგვიანებით კი დასავლეთ საქართველოს ნაწილს იბრუნებს. საომარ მუზარაძე გამოსახული მგლის გამო ვახტანგს სპარსელები გორგასალს, მგლის თავს უწოდებენ. ტერიტორიული გაფართოების გარდა მისი მმართველობის დროს საქართველოს ეკლესია ავტოკეფალიის მოპოვებას ახერხებს. ვახტანგის ანდერძის მიხედვით კი თბილისი სატახტო ქალაქი ხდება. ვახტანგ გორგასლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ჯუანშერ ჯუანშერიანი და პროკოფი კესარიელი აღწერენ. ვაგრძელებთ მაძიებლის თამაშს. საინტერესო თამაშია, ჯერჯერობით 3-0 ანგარიში, შანშია წინ და მესამე დოსიეზე უნდა ვითამაშოთ, რომელშიც კეთის ექნება უპირატესობა და ეს არის მსოფლიო ისტორიიდან კითხვა. პირველი მინიშნება. შანშეს ვაჩვენებ. აბა, რა ხდება? ხო, ნუ პოლონური რადიო. რასაც ხედავთ, რომელსაც აქვს სამიზნე ლოგო. ეს ბანერი არც არაფერს არ ამბობს, უბრალოდ
მინიშნებაცაც არ მგონია უბრალოდ ბანერია რადიოზე და მოსჩა. თუმცა თუ პოლონელი მხატვარი შეიძლება იყოს. ყავს ფავორიტები პოლონელი მხატვრებს შორის. მართლა? ჯორჯ კალები კი ტამარა დელემბიც გამოგელითეთ ჩემს საყვარელი ერთ-ერთი მხატვარი არის. იცი არის პოლსკი ჩემი აბსოლუტურად ნულოვანი პოლონური ცოდნით მაინც მგონია რომ პოლსკოე უნდა იყოს, მაგრამ ეს შეიძლება ეს ჩემი სხვა ენების გავლენით არის. ლოგო არის სამიზნე. თუ ეს არის მინიშნება, რომელიც მეუბნება რომ უნდა ვიფიქრო პოლონურზე და ხმაზე, შეიძლება წავიდე კომპოზიტორზე. შეიძლება. ხო, იცი რა არის სხვას ვერაფერ თვითონ შენობაზე დაფიქრებას აზრი არ აქვს ჩემი აზრით. და ხო, აი საუნდები და პოლონელები, ეგ არის. მაგრამ აჯერ არა ფიქსირებ არაფერს. რა თქმა უნდა, არა. შენზერია არა კეთი, მაგრამ დააფიქსირა არაფერი. ხო, ეხლა მოდი რა ვთქვათ, პოლონელი ადამიანი და პოლონელი სავარაუდოდ ძალიან ცნობილი უნდა იყოს ისტორიაში. ეგეთი ბევრი იყო, მაგრამ ეხლა კონკრეტულად რო წავიდე, მოკლედ ვერსია მაქვს ცოტა ისეთი, რომელიც პირდაპირ ალბათ არც შენობას უკავშირდება, რომ მარია კიურია. ალბათ კეთისაც ქონდა ვიღაც პოლონელი და რადიო. ეს რადიო პირდაპირ შეიძლება რადიო კომუნიკაციასთან არ იყოს და რადიოაქტიურობასთან და რადიომთან იყოს დაკავშირებული, რომელიც მარია კიურიმ აღმოაჩინა. ეს შეიძლება პოლონეთის საელჩოა, მაგრამ რადიო რატო აწერია? პოლონეთის ვიღაცა რომ პოლონეთის საელჩო იყო. მგონი რომ ამაზეც კეთის მოსმენ დარჩენილ დროზე და დავაფიქსირებ მარია კიურის. აფიქსირებ მარია კიურის 4 ქულაზე პირდაპირ. მათ 4 ქულაზე, არ ვიცი, ან თამაშია და ანჩენი ვნახოთ. ზო იმაში მოვლენების რაუნდში რა იქნება. დააფიქსირა. ეხლა რაღაცა იდეა მეც მომივიდა, მაგრამ რა იდეა მოგივიდა? თქვა? ამიტომ სწორია? ხო, იმიტომ რომ სწორია ეს პასუხი. კიურია, ხო? თან ეხლა მოვიფიქრე რადიუმი და პოლონია. რადიუმი და პოლონიუმი არის ორი ქიმიური ელემენტი, რომელიც უკავშირდება მარია სკლადოვსკა-კიურის პოლსკიე და რადიო არის პოლონური რადიო, ანუ პოლონიუმი და რადიუმი. კი, მიმხვდარ ხარ ამასობაში, კი ბატონო. ძალიან ისარი. კაი კითხვა იყო ძალიან. ხო, ეს კარგი მინიშნება გამოვიდა, ზუსტად პოლონიუმი რადიო, პოლონური რადიო და შანშემ აიღო და 4 ქულაც შენია. 7-0 ამასობაში მეგობარო. შემდეგი მინიშნება იყო ასეთი. ხო, იმიტომ რომ ეს არის კიურის კუბო და სპეციალურად არის ასეთი, რომ რადიაკტიურია. აბერეკბერ მიეკარებინათ. ხო, არავინ არ მიეკაროს, ასე ვთქვა და მიხვდებოდით ვინ არის ასე დალუქული, ვინ შეიძლება იყოს. ამის შემდეგ გქონდა ჩვენ 2 რეკვიზიტული მინიშნება, ვთქვათ თუ აქამდე ვერ გამოვიცნობთ. რომელიც საიდან გვაქვს, სანდრო? რომელიც ჩვენ მივიღეთ, რა თქმა უნდა, ექსტრაჯიდან. ეს არის ფიზიკა და ქიმია, ხო? ფიზიკა და ქიმია, საინტერესო ფაქტები, ეს წიგნები მართლა შეგიძლიათ შეიცინოთ. არასწორად მიჭირაოს. ესე. ესე და ბოლოსაც გაჩვენებთ. ეს იყო უკვე ორქულიანი და თუ რაღაცა მოხდებოდა და მოკლედ ეს არის სავოის ბოლო მინიშნება არის, კი ბატონო. ანუ ვიცნობთ ერთ-ერთი ქალი იქნებოდა სადაც არ არის კიური. არ არის კიური. როგორც წესი, ეს ფოტო ცნობილია იმით, რომ ერთ-ერთი ქალი არის კიური და არ არის, იმიტომ რომ ამოვჭერით სპეციალურად კიური. გავაქრეთ რადიუმის დახმარებით. ნახოთ მარია კიურის შესახებ ინფორმაცია. 1867 წელს ვარშავაში მარია სალომეა სკლოდოვსკა იბადება.
სამშობლოში განათლების მიღების და სამეცნიერო საქმიანობის შემდეგ პარიზში გადადის, სადაც თავის მომავალ ქმარს პიერ კიურის გაიცნობს. 1903 წელს სკლოდოვსკა-კიურის წყვილმა ანრი ბეკერელთან ერთად ფიზიკის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა რადიაციის კვლევის პიონერობისათვის. ამით მარია გახდა პირველი ქალი, რომელიც ნობელის პრემიას დაეუფლა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ 1911 წელს რადიუმის და პოლონიუმის აღმოჩენისა და რადიოაქტიული იზოტოპების განცალკევების ტექნიკის გამოგონებისათვის ნობელის კომიტეტმა მარია ქიმიის დარგში დააჯილდოვა. რითიც ის პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ზემოხსენებული პრიზი ორ სხვადასხვა დარგში მიიღო. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ შოუს, აბა ისე როგორ იქნება შუა გზაზე ხო არ გავჩერდებით და გადავდივართ საქმეებზე. ჩანშემ ისე აირჩია თავიდან, რომ ახლა მას მოუწევს საქმის თამაში. და მოდით ვნახოთ პირველი საქმის პირველი მინიშნება. აბა ახლა გადაგებინებთ რაშია საქმე და რა ხდება. თითო. კი. ეს გახლავთ პირველი მინიშნება. კეთი ყურსასმენელი. ხო, არ ვიცი, ეს სიმართლე რომ თქვა, არსებებსაც ვერ ვცნობ. პეპლები მეგონა, შეიძლება პეპლებია, შეიძლება არა. რა არსებებს გაგონებს კიდევ? არ ვიცი, ნებისმიერი მწერი. ჭრიჭინა. მართლა? ხო, არ ვიცი, ანუ იმაში ენტომოლოგიაში არ ვარ ძლიერი, სიმართლე არ ვიცი, არ მიყვარს ისინი რა მწერები. მე მგონი ეგ თამაშისთვის სრულიად არასაჭირო დამაბნეულობაა და ვიტყვი რომ პეპლებია. კაი, სამი პეპელა, ანუ კონკრეტულად სამი და პეპელა რატო? ფიქრობ ახლა რომ პეპელა კონკრეტულად რატო მაინც, მაგრამ რამე ნაკრძალს ან ბოტანიკური ბაღის გახსნა ხო არ არის, იმიტომ რომ რაღაც ეგეთი გარემო სჭირდებათ პეპლებს როგორც წესი, რომ გაიხარონ. კიდევ რა შეიძლება იყოს თუ გავიხსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პეპლების შემგროვებელი იყო ნაბოკოვი, ხო არ საქართველოსთან რამენაირად ხო არ უკავშირდება მისი ნაწარმოები, მაგრამ არაფერი ლოლიტა და რაღაცები არ მგონია. შეიძლება პირდაპირ კავშირის დაჭერა რამენაირად მიჭირს. ერთადერთი რაც მაქვს ეს არის, რომ შეიძლება იყოს რატომღაც რომ ეს პირველი ნაკრძალი რომელიც გაიხსნა საქართველოში მგონი 1912 წელს ლაგოდეხის დაცული ტერიტორია ეგ მოვლენა შეიძლება იყოს მაგრამ კონკრეტულად პეპლებს რატო უკავშირდება მაგას ვერ ხვდები და არ ვაფიქსირებ არაფერს. აბა კეთი. ესენი ენდემიკები არ არიან მე მგონი. ვინ არ არიან? ენდემური ჯიშები არ არიან მე მგონი. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ლურჯი პიგმენტის მქონე ორი პეპელა ჩვენთან მუზეუმში ნანახი მაქვს. ვერ ვიხსენებ სამწუხაროდ. პეპლები ეს კარგად იცი? იცით რა არის? ხო, საბუნებისმეტყველო მუზეუმები მიყვარს. და მუზეუმებში მინდა ხო ზოგადად პეპლები. თუმცა პეპლები საკუთრივ კარგად არ ვიცი არა. აი სამი რატორი მაგაზე ვფიქრობ, რომ ერთი პეპელა რომ მოგეტანა თუ პეპლის თქმა გინდა და ერთითაც სიტყოდი რომ პეპელა არის. ანუ სამი პეპელა რაღაცა ხო და სამაია ცეკვა ეს ჩემი ტონი როგორც მიხვდი მაინც ხელოვნებაზე მიდის პირველ რიგში და მე ეს სხვა რამეზე და ეხაც რო გითხრა რომ ეს სამ პეპელასთან კავშირში მახსენდება თქო არა თუ გინდა გადავიდეთ მაშინ. თავისთავად გადავუწროთ, მინდა რომ ხო მე მგონია რომ ეს საუბარ როცა ვფიქრობ მაშინ უფრო კარგად ვფიქრობ, ვიდრე როცა ვსაუბრობ მაშინ. ხო, წეღანდელივით შეიძლება. რაღაცა მოდი. სპეკლები აქ დავყაროთ ესე. და
და მეორე მინიშნება. აბა. ეს ხო შავ. მეორე მინიშნება გამოიყურება შემდეგნაირად. რა იყო? არა, უცებ მეგონა ვიღაცა ვინც ვიცოდი და რო დავინახე მე ვარ და აღარ გაგივარ. არა. იგივე ოინი. შაშე. ნეყურსაც მენები კეთე. შენს გეგონა ვიღაცა ვისაც. არავინ არ მგონია, ეს უნდა მეცნოს ადამიანის სავარაუდოდ რომ რამეს ვინ გეცნობა. არ ვიცი, ვის გავს ეგეც არ ვიცი. დაუშვათ, არა, ქართველი არ მგონია, რატომღაც იერიც შეიძლება არის, ან თუ ქართველი სავარაუდოდ მეცნიერია, რომელიც ან მოვლენაა გამოსაცნო. ხო, არა, თუ ხო. და ეს არ ვიცი, ერთი წამით რაღაც აბსურდს ვიტყვი და მე გადავწევ ქეთის. კი ბატონო, აბა. ეს შეიძლება იყოს ედვარდ ლორენცი და ეს შეიძლება იყოს პეპელა და შეიძლება იყოს მინიშნება პეპლის ეფექტზე. რა ქართული მოვლენაა გამოსაცნობი. კი. შეიძლება რაღაცთვის უნდა მომესმინო, დასაწყისში მგონი რაღაცა ახსენეთ და შეიძლება მაგისთვის უნდა მომესმინა, რომ ხლა მოვიდა რა პეპლის ეფექტია ერთგვარი, რომ ერთი პატარა მცირე რაღაცაც კი ცვლის ისტორიას. ხო. აი აქ ვიჭედები, ეგ მესამე ნიშნება მჭირდება. ამას დავაფიქსირებ ჩემთვის, რომ ესეთი მიმართულება მაქვს და სამუშაო ვერსია და არა დაფიქსირებული პასუხი. ხო, ანუ ვერსია ქართული ისტორიაში მოვლენა არც მახსოვს და თავიდან რაღაც რო თქვი მგონი რამე აღარ მახსოვს რა ზუსტად რა თქვი, ამიტომ ეგ მაგასაც ვერ ჩავეჭიდები. კეთილი. აბა ხო არ გაგახსენდა ამასობა. არა. თავიდან ვინ გეგონა თუ საიდუმლოა? ესე რომ დავინახე უცებ გუდიაშვილი, მაგრამ იმიტომ რომ გავსავიტოს თან არ არის გუდიაშვილი. შავა ქიქოძესაც გავდა თავიდან, იმიტომ რომ შავა ქიქოძეს უფრო ადრეული ფოტო, მე ამას აქში შავა ქიქოდე არც მინახავს. ამიტომ ძალიან მეცნობა. და იმის გამო რომ მეცნობა ხოლმე ჯობია, აი როგორც წინას დამეთრო, ვერავინ ვერ იცანი და უკეთესი გამოდგა, ეხა რეზო გაბრიაძე არ არის. არ არის, ასეთი რეზო არ არის, ესე მგონია. ძალიან ჩამოგავს აი ქიქოძე დაპერებული იქნება ესეთი. შავა? ავტოპორტრეტებიდან გავწერე. სხვა ქართული მხატვრების ეს ვისი პორტრეტებიც ვიცი ვერავის ვერ მივაწერე. ძალიან მოწესრიგებული ადამიანი არის. აი ეგეთი რაღაც დაუშვათ საბუნების მეტყველო თუ მოწესრიგებული არის და თუ პეპლებს აგროვებს და აკრავს ხოლმე. კეთილზე ნემსით. პატარა ფოტო. პატარა. კინძის თავებით ხო ნუ პეპლები ხა შეგროვებაზე მიდიხარ ყველოვანი ხო? იქნება. აი მე ძალიან აი გონია რომ აი აქ მაგ პასუხი და სხვა კითხვებზე არ მქონია ეგეთ შეგრძნება რომ აი შემიძლია რომ გავხსნა და ვერ შვები. ძალიან ნაცნობი სახე აქვს და მაბნევს შორს იყურება. ჰორიზონტს გასცქერის. ხო არ ვიცი აზრი არ აქვს ხა ისა. კარგი. დავტოვოთ პეპლებთან ერთად ეს ადამიანი და ვნახოთ მესამე მინიშნება, რომელიც ამჯერად არის ვიდეო ნაწყვეტი. ეს იყო კეთი კურსასმენები. ეს არის ნაწყვეტი ფილმიდან, რომელიც სავარაუდოდ უნდა მეცნოს, მაგრამ არ მეცნობა. ხო და არ ვიცი, ხლა საბოლოო ჯამში ცხენი ადამიანი, რომელიც ცდილობს ცხენით თავის დახრა. დამთვალე ჩანს მაცხვეტია და მეგონა, მაგრამ მაცხვეტია შეგეთი სცენა
ცხენის მოყარის სცენაც იქ სხვანაირია და რაღაც. ეს შეიძლება იყოს არის მოტაცება და ეს შეიძლება რომელიმე ადაპტაცია, რომელიც საქართველოში გადაღებულა, მაგრამ მე არ მაქვს ნანახი რა. თვალის მოტაცება თუ არის. კარგი დავუშვათ თარაში მხარი და ეს არის კონსტანტინე გამსახურდი ახალგაზრდობაში არ გავს. ამაზე ცოტა ხანს იმიტომ რომ საერთოდ დამეკარგე. მე შეგახსენებ მაინც რომ 7-0 ხარ წინ და ანუ 7-0-ზე არ არის. ხილადაც ითამაშო, ანუ ხელაზე არ არის აქ რამე ლოგიკური ის რომ დამეჭირა დავაფიქსირებდი უბრალოდ გონია რომ ეს არ არის კონსტანტინე გამსახურდი ის თვალის მოტაცება და ის პეპლებია მეტი არაფერი ამ სამიმიდან ვერ გამოვიტანე და ამიტომ კეთს მე ჩამიწევ. შენი ჯერია. ხო, მე მივხვდი რომ ვერ ჩანშემიცნო ფილმი და ვერც მევიცანე. მუსიკალურად კი შეიძლება სანდრო მუსიკა გაიჩინა. მუსიკალურად ძალიან გონდა სამეგრელო ზემოსვანეთის მრავალ. ჩავრთოთ. შეგვიძლია მუსიკითაც ჩაგირთო. არა, ზრერა კაფეში არ მომცემთ. ძალიან გონდა სამეგრელო ზემოსვანეთის მაღალხმიანობას ჩემთვის. მრავალხმიანობას. და ის რომ რაშით უნდა გადაცუროს ისევ წყალი აი რაღაც არ ვიცი რა აშკარად იმიტომ რომ ეხლა რო რაღაც ცოდნა რომელიც მჭირდება მეკითხვის გამოსაცემად რომ მქონდეს ეგ ცოდნა აქამდე უნდა გამომეცნო იმიტომ რომ აშკარად რაღაც არ ვიცი რაღაც ხო არ შეიძლება რა ლოგიკა გამოვიყვა აი წყალი ესე ზედაპირზე ასოციაციურად წყალი პეპელა ეს ადამიანი ისე ეს საყვარელი კაცი. ხო, სხვათა შორის ძალიან კეთილგანწყობილი ვარ მის მიმართ და იმედი მაქვს რომ მეოთხეს ვერ გამოცნობ შანსი და მე იმ ერთ ქულას მაინც. გუშინ რომ ბერიას ფოტო განაგდე? არა, ეს ეხლა რა აღმოჩნდა რომ ძალიან ცუდი ადამიანი არის. გულის ჯიბით რო ვატარებს. არა, ხო, სამწუხაროდ ფილმი რომ ეცნობოდეს რაღაცას მომცემდა და საკმაოდ ძველი ჯახეთი ჯიმშვანთე თუ არის და თუ რაღაცა იგი. ხო, უნდა გადავიდეთ ერთ ქონიან მინიშნებაზე. ხაუ. ბოლო მინიშნება. ჩანშემ. ეს კურსასმენები. არც ისე. არც ბოლოდე. არც ბოლო. თვარე ეს რა არის? აი სახო ქარხანა ახლა რა თუნდა ბევრი ლაპარაკი უბრალოდ რა შეიძლება იყოს რა ტიპის რა ტიპის დაწესებულება შეიძლება იყოს და საქართველოსთან დაკავშირებით რუსთავი არ ვარ ნაყოფი ერთ ქარხანა ეს კონკრეტულად რგვალი ოვალური ტიპის ნაგებობები რა არის მაგასაც ვერ ხვდები რამე კოსმოსური ობიექტისთვის და რაკეტის გაშვებისთვის მაგასაც პეპელები რა ვიღა რაღაც ახლა რაღაც მოვლენა ხო უნდა დავფიქსირო და რამე უნდა დავფიქრო უკვე ბოლო ის არის კი რა კი და ქარხანა ეს ადამიანი და პეპლები ერთმა კაი არ ვიცი არა ვერსია არ მაქვს უბრალოდ ეს ხო აღარ გავწელო მოდი დავფიქსირებ იყოს ეს მოვლენა არის ქალაქ რუსთავის დაარსება ქალაქ რუსთავის დაარსება დაფიქსირა შანშემ არ არის ეს სწორი და ვერ გეტყვი იმიტომ ესეთი ხავს მოჭიდებული ვერსია იყო ჩემი ხავსიანი იქნება მაგერ შენი ნახოთ როგორი იქნება შენ როგორ აღწერდი მაგ ადგილს მე მგონია რომ ახლა ჩემი გონება მიდის იმაზე რომ ვთქვათ ენგურჰეს ხსნიან დაუშვათ და ანუ ის ჰიდრონიმების ეს სიმრავლე რო პეპლები ვერ დავაკავშირე ენგურთან მაგრამ ის რო ენგური ის დინარე რომელსაც ეს დრამატულად გადაკვეთ და თან ენგურჰესის გახსნა ალბათ საქართველოს პირველი ჰესია როგორც ვართ მახსოვს და რაღაცა გენერატორი მეცნიერება და ეს ადამიანი რომელსაც რატომღაც ვერ ვიხსენებ მაინც ენგურჰესთან დაკავშირებით ინჟინერი ჩემი აზრით ენგურჰესის გახსნა უნდა იყოს ეს მოვლენა და სხვა არ ვიცი აფიქსირებ აფიქსირებ ხო ენგურჰესის გახსნა დიახ
შენ რატო ჩაგეცინა? ანუ ეგ არის ხო უბრალოდ დინარე რატო არ თქვი იმაზე მთვარის მოტაცებაზე? თვარის მოტაცება იყო. თვარე ჩანდა დიდი ხნის განმავლობაში. თვარე კი გადამწყვეტი კადრი, როდესაც დინარე ენგურში ის ადამიანი ვინ არის? ეს არის ტურბინები, რომელიც ჰესებისთვის არის დამახასიათებელი. ეს სწორი პასუხია, მოკლედ ერთი ქულა ენგურჰესი, ეს ენგურჰესის გახსნისას არის გადაღებული. ამ მამაკაცის ვინაობა რო ვთქვა თუ შეიძლება. ეს კეთის გავატანოთ, შემდეგ ეს ფოტო, ეს არის მესამე რაიხის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რუდოლფ ჰესი. ამას თუ კიდე ამოგიბეჭდავთ კიდე. გადავყაროთ. რა სიყვარულით ისაუბრა? აი ეს არის მე ხო გერმანიაში ვცხოვრობ ნახევრად. აი ჰაბიტუსმა რო არ უნდა მოგატყუოს ეგის შემთხვევა არის. ეს არის AI დაგენერირებული ფოტო რუდოლფ ჰესი ენგურთან. ენგურთან ჰესი სპეციალურად და მე არ ვიცი ბავშვობაში გითამაშიათ თუ არა ეს თამაში, მაგრამ როცა გირტყავენ უნდა თქვა ან პეპელა, ან ჰიდროელექტროსადგური. თითო დადო მაგიტო და არა სამივე ერთად. შენაზე ჩვენი პოზიციაში ვართ რომ მაგას დავაკვირდეთ, ეხლა 3 საათი. მაძიებელი დაკვირვების თამაშია. ელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგური. ეს ალბათ სანდროს დაწერილი კითხვა იყო. ეს ძალიან კარგი იყო. ჰესი რო რიცანი მაგაზე გვილი არ წდება უბრალოდ იქ მაინც უნდა მეთქვა. ენგენგური. ტრადიციულად. 7-1 ხდება ანგარიში, ვნახოთ არა რუდოლფ ჰესის, არამედ ენგურ ჰესის შესახებ საინფორმაციო ვიდეო რგოლი. 1930-იან წლებში მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის აშენების იდეა ჩნდება, თუმცა ქართველი და საბჭოთა ინჟინრების ამბიციური პროექტი მხოლოდ 1961 წელს იწყება. მშენებლობა 26 წელი გრძელდება და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ჰიდროელექტროსადგური 1987 წელს სრულად ეშვება ექსპლუატაციაში. მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ჯვრის წყალსაცავი და ენგურჰესის ნაგებობათა ქსელი დღემდე ამარაგებს ელექტროენერგიით საქართველოს დიდ ნაწილს, მათ შორის აფხაზეთს. ენგურჰესის 271 მეტრის სიმაღლის თაღოვან კაშხალს 2015 წელს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი ენიჭება. თამაშობთ მაძიებელს, ეს ნახევარფინალია, კეთი დიასამიძე და შან შექენკაძე იბრძვიან ფინალში მოხვედრისთვის და მეორე საქმე უნდა გამოვიძიოთ ახლა, რომელშიც ფიქრის უპირატესობა კეთის ექნება. ეს არის პირველი მინიშნება. ხურსასმენების შანსე? კეთი, რომელსაც მხატვრობა საკმაოდ უყვარს. ხო, ათენის სკოლა ახლა ვიცით, ეს ყველა მიხდება. უბრალოდ ეხლა რა უნდა ვთქვა? გელათის აკადემიის დაარსება თუ თბილისის უნივერსიტეტის დაარსება? ეხლა ნახე. ათენის სკოლა როგორც კერა განათლების, ხო? და კი არის ანაქრონიზმი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, ვინც ანტიკურ ხანაში მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდა იქნებოდა ეს ხელოვნება თუ მეცნიერება, ყველა აქ არის. მე ვივარაუდებდი, რომ იქნებოდა რამე სასწავლებელი დაარსება, თუმცა შეიძლება იყოს ასევე რაიმე ნაკრები ქართველი მეცნიერებისა, რომელიც ახლა მე თვალთაღეთის არიდიდან გამომჩა. და ხო, ანუ ეხა ამის გარისკვას მე იმიტომ რომ მივხვდი რომ ბევრი განვითარება შეიძლება ქონდეს ამას. და ქართულ რენესანსზე აქ ჩვენ ამ ნახატის შესრულებიდან კიდევ 3 საუკუნე გაგრძელდა ჩვენთან რენესანსი, ამიტომ ამის აზრი არ აქვს და როგორც ხდები, მაინც ბოლოს თავს იკავებ. ხო, იმიტომ რომ არ მაქვს ეხა ის ხელმოსაჭრელი ვერსია. კაი. მოიცა მისმის. შენთან არის. შენთან ვარ, შენთან ვარ, კაი. გადმოვედით. აბოდში. ხო, ეს არის ათენის სკოლა, ალბათ რაფაელის ნახატი ეს ალბათ მოყურებელმა იცის. აქ ხო, ბევრი ცნობილი ფილოსოფია გამოსახული. ანუ ეს დიოგენეა, თუ ეს არის დიოგენე, აქ ვიღაცები ეს არის მგონი თვითონ მიქელანჯელო. რუდოლფ ჰესს ვერ ვცნობთ და ეს არის მგონი დიოგენეს და მიქელანჯელოს ვცნობთ. რა მოდის. არისტოტელე, სოკრატე, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს ფილოსოფიებია გამოსახული ათენის სკოლაზე. რო ფიქრობდი რომ რანაირად იყო ეს შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან ფართო არა. ერთი რაც ვიფიქრე და ძირითადი ვერსია მაქვს, რატომაც გონია
რომ შეიძლება იყოს ათონის ივერთა მონასტრის დაარსება და რატომ? იმიტომ რომ ათენი და ათონი გავს სიტყვით ერთმანეთს და იმ მიუხედავად და იმაში მონასტერშიც სწავლაზე, ანუ განათლება იყო ერთგვარი აკადემია იყო რა და იქ გიორგი მთაწინდელმა რო დაარსა იქ ბევრმა მიიღო განათლება და იოანე პეტრიცმა და ასე შემდეგ რა. თუ სკოლა, უბრალოდ რო სკოლაზე გავაკეთო აქცენტ, პირველი სკოლა არ ვიცი როდის გაიხსნა სავარაუდოდ დიდი ხნის წინ იქნებოდა საქართველოში რა. და გელათი ყალთოს აკადემია მაგას ვერ ავარჩევ, ვერც გრემს, იმიტომ რომ არანაირი მინიშნება არ არის. ამ ეტაპზე საბაზისო ვერსიად მექნება ათონის ივერთა მონასტრის დაარსება, მაგრამ არ გავრისკავ. კეთილი. არ გარისკა შანშემაც და მეორე მინიშნება. თული იყო ეხლა ეს. რთული ეს ძალიან აბსტრაქტი. ბევრი რამე შეიძლება. ბევრი არის საერთოდ. უკვე ამოიღე? კი. მეორე მინიშნება. ეს ეჟვანია? თუ მცირეზარია. ანუ იმაზე უნდა წავიდე, რომ სოკრატე პლატონი არისტოტელეს შუაში და პლატონი და პლატონთან ეჟვანი? არ ვიცი. ხო, აი რა ფუნქცია აქვს? ხო, მე გეტყვი რომ მინიშნება არის ეს. სარის ხმა. სარის დარეკვა. ხო, ნუ აშკარად უნივერსიტეტის დაარსება არ არისო და იყო უკვე და თესევს დაარსება იყო. გელოცი აკადემიის გახსნა ხო არ იყო? გელოცი გახსნა არ მქონია. რისი გახსნა? რომელი სასწავლებლის გახსნა? ხელოვნების უნივერსიტეტი აპოლონ ქუთათელაძის დაარსება. ჩემი აზრით აპოლონ ქუთათელაძის სახელობის საქართველოს ხელოვნების ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, მოკლედ, უნდა დავასახელო, უნდა გავრისკო. ფიქრობ რომ გარისკო. არა, ნახე, ყველა ვარიანტი შეხება უნდა გავრისკო, რომ რაღაცა შანსი ხო უნდა მქონდეს. მოკლედ, ხელოვნების უნივერსიტეტის დაარსება, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის არის დღეს, მაშინ რომ დაარსდა ვის იყო, არ მახსოვს. ერთმნიშვნელოვნად სასწავლებელია, მეორე ხო, სარის დარეკვა, მაინც სასწავლებელია, მხოლოდ სკოლაში ну შეიძლება პირველი კლასიკური გიმნაზიის დაარსება. კიდე ახალი ვერსია. ხო, და ილიას აკაკის რაღაცნაირად მესამეზე გამოვიტანე. სკოლაზე უნდა წავიდე და არა უნივერსიტეტზე. თუმცა არა, მე არ ვიცი რა ზინდა. სასულიერო სემინარია არის სკოლა, მაგრამ სასულიერო სპექტრი ვერაფერს ვერ ხედავ ეხა და მე მაინც მგონია რომ უნდა დავასახელო ხელოვნების აკადემიის კერა და როგორ ქვია? სამხატვრო აკადემიის დაარსება. მივიღო. მიიღო უნდა სხვა გზა არ მაქვს. შანშე? გადმოვედით, ხო? ნუ არ გადმოვედით, ჯერ იმიტომ რომ კეთილ დააფიქსირა. რა დააფიქსირა? რა დააფიქსირა? არ გეტყვი, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი პასუხი. და მე რა შემიძლია გავარისკო და ახლა პირდაპირ. შენ შეგიძლია გარისკო, იმიტომ რომ შენი ჯერია სამქულიანია. უბრალოდ შეგახსენებ რომ ეს არის მინიშნება. ამიტომ რა დააფიქსირა კეთი. ის ხო არა მეც ხონია. ვერ მეტყვით ხო? არ ვიცი, ვერ გეტყვით რა თქმა უნდა, ეგ გაგიფილტრავს. შეგიძლია არ გაიკეთო ყურზე. ხო. რა იცი რო სწორს ამბობს? რა იცი რო სწორს ამბობს? შენ ვეღარ დააფიქსირებ. სამოეთი შეუყვარ. მართალი ხარ. არა, მე მაინც ეგ უნდა გავარისკო ახლა ის არის ათონის ივერთა მონასტერი. იმიტომ რომ ათენი ათონის სასწავლებელი და ზარი ახლა ზარის ზარზე ფიქრობდი რატომ თან ზარი ერთი რომ ეკლესიებში და ყველაზე ცნობილი მაგან დამიდასტურა ის ვერსია რაც მაგ კიდევ ფიქრობდი რომ ზარის ომონიმობაზე რა შეიძლება იყოს არც არაფერი სვაინ ტრადიცია ზარი გლოვის კიდევ მე არაფერი არ მიხმარება და საფრთხის დროს გამოიყენება ამასთან არც ერთი არებმის უფროებმის ეკლესიასთან მე ამიტომ ვერს ანუ არ რომ цаრი ყოს არ დამწყდებოდი და თული შენ გაქვს ახლა ის ეგანი შეგიძლია ათონის ივერთა მონასტრის დაარსებას ვაფიქსირებ. აღარ გინდა არაფერი გავჩუმდე? კი. ეგარი ხო? იმიტომ ძალოვანი ვერსია არის. თან საბერძნეთი საქართველო, ეგარი. არ არის ეგ. რას ლაპარაკობ? ფორმა ვერსიამ გაიჟღერა. არ არის ეგ, არ გეტყვით ჯერ, უბრალოდ გაჩვენებ შენს მიერ წინასწარ გამოცნობილ ორქულიან მინიშნებას, რომელიც წინასწარ თქვი რა იქნებოდა. მესრებია.
ქართული ესენია ესე გვერდი უნდა დამედო, როგორც ძეგლზე არიან გამოსახულები. ილია და პირველი გიმნაზია რა. რა თქმა უნდა, მეგობრებო, მე სპეციალურად რამდენიმეჯერ გავამახვილე ყურადღება, უბრალოდ ზარი კი არ არის, აი ეს არის მინიშნება, ზუსტად ისეთი ზარის ხმა, როგორიც თავის დროზე სკოლაში ჟღერდა, სკოლის ზარი. უნივერსიტეტში ესეთი ზარი არ არის მაინც არის ღერს რა. არა, ხო, არა, უნივერსიტეტში ზარის დარეკვა ცოტა ის არის, მაგრამ სკოლა პირდაპირ ზარის დარეკვა, რაზეც გავამახვილე ყურადღება, იყო სკოლა. და კლასიკური გიმნაზიის პირველი კლასიკური გიმნაზიის ათენის სკოლაც პირდაპირ სკოლაზე კი ბატონო მაგმევართობითაც ვფიქრობ. რაცნაირად და ასევე ბოლო მინიშნება იყო ეს უკვე პირველი ეს გასაგებია. სანამ პარლამენტი აუშენება კიდე ის იყო. კიდე იმდროინდელი. დასანანია ორივე მახსენეთ ეს ვერსია, ბოლოს მაინც სხვა ვერსიები ამოირჩიეთ, რომელიც ორივე იყო ერთ-ერთმანეთზე ლამაზი ვერსიები, აღნიშნოთ აპოლონის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, მხატვრობა, აპოლონის საბერძნეთი და რაღაცა და აკადემია სასწავლებელი. ჩვენი ვერსია იყო ისევე როგორც ათონი. ჩვენ კი ვნახოთ პირველი გიმნაზიის შესახებ ჩვენი ვიდეორგოლი. 1804 წელს თბილისში კეთილშობილთა სასწავლებელი იხსნება. 26 წლის განმავლობაში საქართველოში ერთადერთი საერო სკოლაა. თავდაპირველად საგნებს ქართულად ასწავლიან, შემდეგ კი რუსულად. 1830 წელს სასწავლებელი გიმნაზიად გარდაიქმნება, რომელსაც განსაკუთრებული ბიბლიოთეკა და მატერიალური ბაზა აქვს. პროცესში აქტიურად ერთვებიან სოლომონ დოდაშვილი და დიმიტრი ყიფიანი. სხვადასხვა დროს აქ სწავლობენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი და სხვა გამოჩენილი ქართველები. 1850 წელს სწორედ გიმნაზიის სცენაზე დგამენ ერისთავის გაყრას, რითიც გრძელდება ქართული თეატრის ისტორია. სამოქალაქო ომში გიმნაზია იწვება, თუმცა 1995 წელს აღადგენენ და დღემდე აგრძელებს ტრადიციებს. მაძიებელი გრძელდება, ჩვენ ნახევარფინალის ბოლო საქმე დაგვრჩა გამოსაძიებელი და ამ ბოლო საქმეში ამჯერად შანსს ექნება ფიქრის უპირატესობა. მოდით გადავიდეთ პირდაპირ პირველ მინიშნებას. პირველი მინიშნება, 4-ქულიანი მინიშნება, მსოფლიო ისტორიიდან არის ეს. კეთი ორსასმანი. ესე მარტივია. რა მოვლენაა? ანუ ჯერ უნდა დავფიქრდე. ანუ პირდაპირ ჩანს რომ ბოსტონის ჩაის მაქვს ვიღაცას დახატული. კი ბატონო. ანუ ბოსტონის ჩაისმა დახატული და ბოსტონის ჩაისმას კი ბატონო. ჩვენ ესე შევთანხმდით რომ თუ მოთამაშე ამოიცნობდა ამ მოვლენას და უდასტურებთ. დრო ეგარ დაიფიქსირებინა რომ არ არის ბოსტონის ჩაისმა. ეგ უკვე შენ თვითონ ეგ უკვე თავსაჯი. ძალიან დავიბენი ახლა და სავარაუდოდ შეცდომას დავუშვებ. იმიტომ რომ დავუშვებ თუ ბოსტონის ჩაისმა მიგვანიშნე და ეგეთი ცხადია. მაშინ ხო ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციაც ეგეთი ცხადია, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად მაგ მოვლენასთან არის თითქმის ერთ-ერთი დაკავშირებული რა ნაწილია. მაგრამ ეგეც ძალიან მარტივი. ახლა ვფიქრობ რომ ჩაიდან სხვა რაღაცაზე უნდა გადავიდე. ჩაიზე სტენდოით. ნუ 6 ქულაა შენი უპირატესობა ბოლო კითხვაა. არა. მე კეთის მიცება. იმიტომ რომ ჯერ ერთი მეორე მინიშნება მაინტერესებს და თუ ის არის, რა ქვია, ბოსტონის ჩაის მაგული არ დამწყდება, იმიტომ რომ საინტერესო არ იყო მაგის გამოცნობა. არ დააფიქსირა? არა. რატო? შენ ჯერია. ეს არ არის? რა არის ეგ? ბოსტონ tea party. ბოსტონ tea party-ა კი, ეგ. ხო, მაგრამ მოვლენას ხო? კი, გიკითხებით მოვლენას სოფლიო ისტორიიდან. ხო და ალბათ ნახატზე ბოსტონ tea party-ა გამოსახული. ანუ ბოსტონ tea party მეგონა რომ პასუხი იყო. არ არის? ხო, არა, მე არ არის კი არა, ანუ მე მოვალე ვარ დაგიდასტურო თუ შენ ამოიცნობდი, ისევე როგორც ჩანშეს თავმქენი, რომ კი, ეს ნამდვილად ბოსტონის ჩაისმა არის გამოსახული ნახატზე. ანუ გემის ჩაძირვაზე რო წავიდა მე. ხა რაზე ეგ მინიშნება? იცი არის თავისუფლად შეიძლება ტიტანიკის ჩაძირვაზე იყოს ან ნებისმიერი სხვა დიდი გემის კატასტროფაზე. ჩემი აზრით. მე მგონია რომ ახლა
რამე სხვა კატასტროფაზე რომ კატასტროფაზე ვერ ვიტყვი ჰინდებურგი ვერ იქნება იმიტომ რომ ნახე ჩაი არ მგონი რომ ჩაი იყოს საკვანძო და რამე სამიტი რა მოვლენაა ეგ საერთოდ თუ გახსოვს ისტორია ხო ნუ ინგლისიდან ამერიკის ბოსტონის დამპრებზე ჩაიძირა გემი და ეს ჩაი რომელიც აი აქ კარგოს სახით ხედავთ ანუ მე მაინც მგონია რომ უნდა დავაფიქსირო ტიტანიკის ჩაძირვა გეტყვი რატო იმიტომ რომ გემის ჩაძირვები ხო ბევრია ისტორიაში come on რა არის ეგეთი საკვანძო როგორც ნუ ხო არ ჩამოგითვლი ახლა ტიტანიკზე საკვანძო არაფერი არ არის ხო მაგაში გეთახ გააჩნია რისთვის საკვანძო ახლა კინემატოგრაფიისთვის მარტო კინემატოგრაფიისთვის მინდა გითხრა ეს არის აღაშკარად გუნდს არ უნდა რომ მე დავაფიქსირო ტიტანიკის ჩაძირვა და ოკეი თუ კიდე გადავიდეთ მესამე ისა სამქულიან მინიშნებას სამქულიან მინიშნებად შან შეიწყებს Celtics-ის დაარსება რო იყოს თავს ვერ ვაპატიებ. შემატკივრო? არა, მე Lakers-ის ფანი ვარ. მაგრამ თუ ქოკლუ ვერ ვიცანი მართალია წინა თამაშზე, მაგრამ კალგურთი მიყვარს. კაი, გადავიდეთ. არ დააფიქსირა კეთიმაც და მეორე მინიშნება უნდა მოვისმინოთ. კურსასმენები. ხო, ახლა რასაც მომივიდა პირველი ეს რომ ვესტინდოეთის სავაჭრო კომპანიის დაარსება იყოს, მომივიდა უფრო სწორედ და მოვლენა კონკრეტული მოვლენა ხო არ არის უფრო როგორც ფიქრობ ერთი კონკრეტული წერტილი რაც შეიძლება იყოს და ამიტომ არ მოაწეს ეს ვერსია რა. მე მგონია რომ ლოგიკა თუ ეგ არის რომ ბოსტონის ჩაისმა იმიტომ მოგვიტანეს რომ ოსტინდოეთის კომპანია გამოგვერიცხათ იმიტომ რომ ოსტინდოეთის კომპანია როგორც წესი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სანენებლებით ვაჭრობდა უფრო ინდოეთში, ინდონეზიაში და ასე შემდეგ შრი-ლანკაში და რახან ამერიკა და ბოსტონის ჩაისმა ვესტინდოეთის კომპანია ძირითადად მაგით იყო დაკავებული რომ ვესტინდოეთში ვაჭრობდა დასავლეთ ამერიკაში და ცენტრალურ ამერიკაში ბრიტანეთის კოლონიები სადაც იყო ხო და ინდოეთი აშკარად ეგ არის რომ მაგაზე თუ არის მინიშნება. კეთი თუ გარისკავს და გამოიცნობს ვესტინდოეთის კომპანიის დაარსებას და სწორი იქნება გამიხარდება. ალალი იყოს. ალალი იყოს, იმიტომ რომ კარგი თუ ეს არის და ეს ლოგიკა ნორმალ კარგია და თუ გამოიცნობს და იმსახურა. თუ სხვა ლოგიკა მე ვერ ხვდები ამ ეტაპზე, ამიტომ მესამე მინიშნებას დავალოდები. კეთილი. კეთი? ესე იგი, სეილონი, ტაივანი, ინდოეთი გამოწერილია. ეს ასოციაციები რა რაც მაქვს ხა. რაც შეიძლება იყოს რომ ცეილონის სტატუსის შეცვლა, ან სახელის შეცვლა, თავისთავად ნუ ცეილონი და ჩაი, მოკლედ. ხო, მიმჯერებ რომ გითხრა რომ რა გზა გავიარე. ესე იგი, აქაც ჩაია, ხო? და просто აქ ჩაია, ჩაიდან მიდიხარ ან ცეილონზე, ან ინდოეთზე და მეორეგანაც ინდოეთთან მახლობელი ასოციაციები მაქვს, ხო? ანუ ორ მინიშნებას ინდოეთთან მახლობელს არ მოიტანდი, თუ ისევ აქ არ უნდა დავრჩა. ეხლა მე უნდა ვიფიქრო იმაზე, ინდოეთისთვის ნიშანდობლივი ან სამყაროსთვის, просто სოფლიო ისტორიისთვის ნიშანდობლივი რა მოხდა ინდოეთში ისეთი, რომ ეხლა მნიშვნელოვანი იყოს და იმისთვის რომ გავრისკო. მე შემიძლია მოვუსმინო ამ ძალიან საინტერესო ლოგიკას. ხო, არის ცეილონის სახელის შეცვლა, იმიტომ რომ ცეილონი ხარ როგორც ასეთი აღარ ქვია და შეგვიძლია რომ ეგ დავაფიქსიროთ, შეგვიძლია ინგლისის მიერ ინდოეთის კოლონიზაცია, თუმცა ეს ერთ მოვლენად როგორ შეიძლება ერთ მოვლენად შევხედო ამას ერთ რაღაცა დროში ხო და ძართული არის დღემდე ფაქტობრივად კოლონიზაცია მომხრივად შეიძლება ითქვას მიმდინარეობს და ზოგადად კოლონიზაცია როგორც ესეთი რამდენად მოვლენა ქვია და რაღაც პროცესი უფრო არის ხო სიმღერაც უნდა გავიწყდება მაინც ამ მსჯელობაში რაღაც ხო სიმღერამ გამიყვანა ინდოეთზე ჩემი აზრით ხო
ხო, არა, მე ხო თქვი რომ ჩაიდანა ცოტა რაღაც. ხო, ჩაი. მე არ შეიძლება საერთოდ არა აქვს ინდოეთთან არაფერი კავშირი, მაგრამ თუ მაგარეელში ფიქრობ, ხო, კაი. აი ხა რაც ჩამოვთვალე აქედან. ხო. სოფლიო ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არის მართლაც რომ ვიტყოდი ინგლისის მიერ კოლონიზაცია ინდოეთისა. იმიტომ რომ ნიშნულოვნებით ამ მოვლენებს შორის ყველაზე დიდი ეს არის. სოფლიო ისტორიაზე ყველაზე დიდი გავლენა ამას ჰქონდა. მოკლედ, უნდა დავაფიქსირო, იმიტომ ხა არ არსებობს რომ ამ ორი მინიშნობა, ძალიან კაი მინიშნობებია, ამ ორი მინიშნობას კიდე მესამე დაიმენტოს და შანშაბერ გამოიწვევს მეეჭობა, იმიტომ ინგლისის მიერ ინდოეთის კოლონიზაციას დავიტყვი და გავჩერდები რა. ინდოეთის კოლონიზაცია. დიახ. შანშე? დაფიქსირა? კეთიმ დააფიქსირა თავისი ვერსია. სხვა ვერსია იქნება და ვიცი. საინტერესო მსჯელობის შედეგად. მათ შორის ისეთი მსჯელობის შედეგად, რომელშიც ერთი ძალიან საკვანძო სიტყვა ახსენა, მაგრამ ძალიან გარბენით. და ეს არ არის სწორი პასუხი. ვერსიას ვერ გავიგებ. ვერსიას რა თქმა უნდა ვერ გაიგებ, მაგრამ შენ შეგიძლია ორქულიანი მინიშნება. კი, ანუ ესეც. ორქულიანი მინიშნება. Cambry Dandy. ეს როკა, ოკეი, Cambry's. რამე მიგახვედრა თუ არა? არა, Cambry's ყურე, ხო? Cambria ეს არ ვიცი, როკებში არ ვარ ძლიერი. მაგრამ Cambria უელსის ძველი სახელია სავარაუდოდ. უელსის ყურე, ძალიან ძველი ის არის, Dandy, სვეტი, თოლება. შეიძლება ეს სახელები სომეთ სხვადასხვა ადგილებს დაარქვეს. Cambry. აი ეს დაფარულია თუ ეს უნდა იყოს ოთხკუთხა? დაფარულია. მან რაღაც სრული ინფორმაცია იყო. ოკეი, სრული ინფორმაციით გავიგებდი რა ადგილი, კონკრეტულ ადგილზეა მენიშნება. ნუ ის რომ მეგონა ინდოეთი შეიძლება სავარაუდოდ არ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ფართოა. შეიძლება რომ ბიჭანული კოლონიალიზმი ან დეკოლონიზაცია იყოს, მაგრამ მაგასაც ვერ ხვდები. მოდი ერთ ქულიანს ავიღებ პირდაპირ ხო შეიძლება. ხო, 6 ქულიანი სხვაობაა და მეც ეგ ვივარაუდე რომ ერთი ქულად ყოფნის რომ გაინა. არ ყოფნაზე არ არის ექსპლორ ვერსია რომ მქონდეს ვიტყოდი, მაგრამ ამან დამაბნეცა. ამე დაბადი. ჩემამდე კი არ მოდის, მაგრამ კი, არა, ეხა შეგვიძლია ისე არ თქვა არაფერი, მაგრამ ერთად რა ის რასაც მაინც რასაც როდის არა, რა შეიძლება ერთი აინც ვერა იყოს და დარჩეს ინტრიგა. ოკეი. ხო, უბრალოდ ისე შენთვის რამე იდეა თუ მოგივიდა, მხოლოდ ეგ მითხარი რომ იდეა მომივიდაო. იდეა მომივიდა ერთ-ერთ ვერსიას მიმყარებს იქ ნახსენებებს შორის უფრო სწორად სწორი ვერსია არ გიხსენა. ხო, აი თითქმის ისევ მანდარი რა უდნავან სხდება, მაგრამ თითქმის იგივეა. ერთიანი ნახტები. კაი. ერთქულიანი მინიშნება. ჩაშე. თუ არ ესად არ დაგაბნია? კი, დამბნია. მარილის ტაბლეტები. 25 კილოგრამი. 25 კილოგრამი მარილის ტაბლეტი რა. გამოდის მოვლენები და ვერ გამოვიცანი ვერც ერთი. საინტერესო. მართლა? ეგრე გამოდის. უი. მარ ვაჭრობა. სოფლის ისტორიაში ესეთი მოვლენა რო იყოს ვაჭრობის გამოგონება. მარილით და რაღაც. არა, არ დავაფიქსირე. მოდი. არა, რაღაცა ცოტა რომ იმსჯელოთ ერთად. არა, რა თქმა ისჯელოთ ერთად. მაინც. შენ ვერსია გქონდა, არ დავაფიქსირე ხო? არა, მეგონა ჯობია არ ჩაერთო მაინც. არა, რო იტყვის პასუხს მე რა თქმა უნდა, ოკეი. თუ მეტყვი რომ არ აფიქსირებ, მე რა შეგიძლია ტიპი. ხო, მაგის მე რა ვამბობ. ახლა რომ დავუშვათ რომ გამოვიცნო და სწორი იყოს იმას ვითამაშებ თუ აღარ. იმას მაინც ვითამაშებთ, უბრალოდ შენ გამარჯვებას გაინახდებ თუ ეხა სწორი იქნება. ანუ არ ვიცი, მე ახლა დავფიქსირებ, ანუ აქ ცხადია რომ ბრიტანეთის კოლონიზაციაზე საუბარი სახელებიც ეგეთი აქვს თქმებს და კონკრეტულად ესეც მაგაზე მიანიშნებს დეკოლონიზაცია არ გონია, იმიტომ რომ დეკოლონიზაცია ფართოცნება და ბრიტანეთის იმპერიის ფართო იმასაც მოიცავს. უბრალოდ უფრო კონკრეტული რაღაც რო დავაფიქსირო იყოს ვესტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის დაარსება და მაგ ისტორიულ მოვლენას დავაფიქსირებ. ვესტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის დაარსება. ვაუ.
შენ რა ვერსია გქონდა? ცოტა გაკვირვებული ვარ, მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი. მანახე რა ბოლო. ხო ჩავრთო კიდე ერთხელ არა, აღარ უნდა. აუდიო და ანუ ინდოეთი იყო, პაკისტანი იყო? არა ინდოეთი იყო, კაი. შენ რა ვერსია გქონდა? შენ სწორად თქვი ტემპი ამ ან მარშია რა, მაგრამ და ეს რა არის? თურქული მარშია, მარილის მარშია. მარილის მარში. ეგ ეს უბრალოდ მარილი კი არ არის, ეს არის მარშის მარილი. მარილის ტაბლეტები. მარში. ეგ ხო მაგიმას შაურში იყო. შენ მარში ახსენე მარში ახსენე, იმიტომ რომ ტემპი მარში იყო. ინდოეთში მარში ყველაზე ცნობილი ისტორიულ მოვლენა არის მარილის მარში, რომლის რუკაც იყო აქ წარმოდგენილი, სწორედ ეს ადგილი. აჰმედაბადი მაინც ვიცი მე ვეცნო, ხო, ეგეთ მე მივხვდი რომ კოლონიური რუკა ეს იყო. ადგილები გაიარეს, ეს ხაზი არის ზუსტად მარილის მარშის მარშრუტი, ასე ვთქვათ. ბოსტონის ჩაის მარი გარკვეულწილად პარალელური მოვლენა, მე სპეციალურად აგიდასტურეთ რომ ანტიკოლონიური მოსარი კი. ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული აქტი ანტიკოლონიური აქტი. მანდიდან ცოტა რთული იყო. მეორე ჩაია, მეორე შემთხვევაში მარილი. ძალიან კაი კითხვები იყო. მეორე იყო ინდური მარში, კი ბატონო. ინდური მარში იყო, რომელიც პირველი ორის მე შეელებოდა ეგ. ვაუ. მაღალი კლასის მოთამაშე გამოიცნობდა. ვაუ, შანსი. კაი. არა, ძალიან კაი. მეორე მინიშნებას. ხო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ უნდა ვნახოთ ვიდეორგოლი მარილის მარშის შესახებ გავიხსენოთ ეს ისტორიული მოვლენა და მე ვითამაშებთ მესამე რაუნდს, სადაც ჯერ ისევ დარჩა ინტრიგა. 1930 წელს ინდოეთში ბრიტანეთის კოლონიური ადმინისტრაცია მარილის ფასს ზრდის და მის თავისუფალ მოპოვებას კრძალავს. 12 მარტს მაჰათმა განდი 78 მიმდევართან ერთად საბარმატის აშრამიდან 385 კილომეტრის მოშორებით ინდოეთის ოკეანის სანაპიროსაკენ გზას დაადგება. 24 დღის შემდეგ განდი ზღვის წყლიდან მარილს იღებს და კანონს არღვევს. ამ ჟესტით მასობრივ მოძრაობას ეყრება საფუძველი. ათასობით ინდოელი მარილის მოპოვებას იწყებს. ბრიტანელები 60,000-ზე მეტ ადამიანს აპატიმრებენ, მათ შორის თავად განდის, თუმცა საპროტესტო მოძრაობა უკვე შეუჩერებელია. მარილის მარში გადამწყვეტი მომენტი ხდება და 1947 წელს ინდოეთი დამოუკიდებლობას იბრუნებს. მაძიებელი და მისი ნახევარფინალი გრძელდება მესამე რაუნდით. მესამე რაუნდში უკვე იცით, მეგობრებო, კონვერტები გვაქვს. გამარჯობა. ზუსტად 23 წამი ვითხოვთ თქვენს ყურადღებას. მაძიებლის მეოთხე სეზონისთვის ვემზადებით და იმისათვის, რომ ჩვენი გადაცემაც და ეს არხიც გავაუმჯობესოთ, სრულყოთ და თქვენი შენიშვნებიც გავითვალისწინოთ, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. ამიტომ დონაციისთვის ანგარიშის ნომრები მითითებული იქნება ამ ვიდეოს აღწერაში. დიდ მადლობას გიხდით წინასწარ. და 7-1 ანგარიში, ამიტომ ჯერ კიდევ შესაძლებელია რაღაც სასწაული მოხდეს. კეთი, გამორიცხე კონვერტი. წითელს გამორიცხა დღეს. შანშე? მე მწვანეს გამორიცხა, ამჯერად წინაზე ყვითელი გამორიცხა. ყვითელში დაგვრჩა თემა ცოლები და ქმრები. ვაუ. საინტერესოა. მე მაინც გეტყვით, რომ პასუხად უნდა დააფიქსიროთ ორივე, ხო? შეკითხვა პირველი. 2002 წელს ეს ადამიანი დინამოს სტადიონიდან 800 მეტრში დაკრძალეს. 6 წლის შემდეგ კი მის გვერდით სამუდამო განსასვენებელი ერთ-ერთმა სარემ დაიმკვიდრა. სარემ დაიმკვიდრა. დაასახელეთ ქმარი და ცოლებიდან ერთ-ერთი. 3 მე არ მოქვერცია. 2 1. შეჩვენებთ. კოტე მახარაძე ვიფიქრე, მაგრამ გურანდა გაბონი 2008-ში არ მომკვდარა თუ და გვიან მომკვდარა. კოტე მახარაძე და რა არის შენ ვერსია მაშინ? არა. აბა? გურანდა გაბონია იყო ოთარ მეღვინე. ოთარ მეღვინე თოხოძის და ვინ იყო კოტე მახარაძის მე? კოტე მახარაძე და უნდა დაგეწერათ ან სოფიკო ჭიაურელი, ან მედია ჩახავა. არ ვიცი. საქმე ისაა, რომ მედია ჩახავასაც და სოფიკო ჭიაურელსაც სარეს როლი აქვს შესრულებული. ორივეს. იმიტომ რომ გურანდაც ხომ მსახიობი იყო და მაგა დამაბნია. შენ ხო ჩავი კოტეს მომხდე. ხო არა კოტე.
ჩან შეგილოცავ ფინალში გადასვლას ეს ნიშნავს იმას. შეგილოცავ. შენმა გასმულმა ტირემ გადაგიხადა. კი, მადლობა. კეთი. ხო არა, ეხა ის მოსალოდნელი, მაგრამ ძალიან კაი თამაში იყო, მაგრამ ხო, სიამოვნებს ეხა. აქ უკვე ძალიან ახლოს იყავი იმაზე, რომ შეგემცირებინა. მოდი დავასრულოთ ეს თემა. ლეგენდის თანახმად მათ ქორწილში ნეფეს ხელიდან საქორწინო ბეჭედი გაუვარდა. რაც შავი ვარდისა არ იყოს, ცუდის მომასწავლებლად ითვლებოდა. მართლაც ქორწილიდან რამდენიმე თვეში ის ყაჯარების ტყვიას შეეწირა. ანუ ეს ნეფე. მე დაფიქრე რომელიც არასწორია გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი. ეგ არის რა, ყაჯარები აქ უნდა იყოს, მე-19 საუკუნე უნდა იყოს მე. ეს სწორი პასუხია, მეგობრებო, ორივე სწორი პასუხი გაქვთ. გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე. შავ ვარდს ეძახდნენ ნინო ჭავჭავაძეს, ამაზე იყო მენიშნება და გრიბოედოვი, როგორც იცით, გზაში მოკლეს, ხო, ირანიდან რო ბრუნდებოდა თუ მიდიოდა. და მესამე ნილ გეიმანის სენდმენის სექცია სახელწოდებით ქარიშხალი მე-16 საუკუნის ბოლოს ვითარდება. მასში სწორედ ამ ორი ადამიანის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი. 3 არ თქვათ ჯერ? 2 ახლა ქვევსია ვერც ვიტყვი. ნუ არ ვიცი. ცოლი და ქმარი არ ყოფილა. ელიზაბეთ პირველი და ვიღაც მეგონა, მაგრამ ქმარი არ ყოფილა, ამიტომ ელიზაბეთ პირველი და უოლტერ რაილი. ბოტიჩელი და სიმონა დავსპუჩი. რა მეგობრებო, ქარიშხალი იყო მინიშნება სპეციალურად. ტემპესტი? თა, რა თქმა უნდა. ესენი არიან უილიამ შექსპირი და ენ ჰეთევეი. მე-19 საუკუნის ბოლო. ტემპესტიდან ახლა, ოკეი, კაი იყო ძალიან. ეს ძალიან კაი იყო. თამაში შედგა, მადლობა კეთის, მადლობა შანშეს. შანშეს შევხვდებით ფინალში, კეთის კი გადავცემ საჩუქრებს, რა თქმა უნდა. ხო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან კაი კითხვები. საჩუქრები, რომლის გადმოცემის საშუალებაც არ მომეც მეოთხედ ფინალში. ახლა გადმოგეცემა PSP-სგან და ექსტრასგან. მოგეწონათ თამაში? ძალიან კარგი იყო. ძალიან ვისიამოვნე ხალხო უმაგრეს კითხვებისთვის დიდი. ძალიან მიხარია ეს. მე ძალიან ვისიამოვნე, ცოტა ის ველოდი უკეთეს იმას ჩემი თავისგან, მაგრამ რაღაცები შეგიძლია თუ ფინალამდე ვივარდიში. კრიტიკა გაქვს ფინალისტვის. არა, კრიტიკა არ მაქვს უბრალოდ ის არის ხო. მაგრამ არც არ ვშვიდობებით, ხო? მესამე ადგილზე. ხო, კეთის არ ვემშვიდობებით, რა თქმა უნდა, შევხვდებით მესამე ადგილის გამოსარკვევ შეხვედრაში და იბრძოლებს ჯერ კიდევ გამარჯვებისთვის. მე კი მანამდე თუ თქვენც მოგეწონათ დღევანდელი თამაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ კომენტარებიც, დაგვიტოვეთ, იყავით ჩვენთან ერთად და მადლობას გადავუხდი, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, სეზონის პარტნიორებს, Extra-G-ს და PSP-ს, ასევე Click Productions, რომელიც გვიღებს და Heima Productions, რომელიც მუსიკალურად გვაფორმებს. ყველას დიდი მადლობა, მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.